სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და მოაყოლა ვიდეოც. რეზინის ტყვიები გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ კონკრეტული მიზნით და არა როგორც მასის კონტროლის ზოგადი საშუალება. მათი გამოყენება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მიზანში ამოღებული პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების რისკი. ამ გადაწყვეტილებით 26-მა მოსარჩელემ გაიმარჯვა დავაში საქართველოს სახელმწიფოსთან. მათ დაამტკიცეს, რომ გავრილოვის ღამეს სახელმწიფომ არაადეკვატური ძალა გამოიყენა მათ წინააღმდეგ. სტრასბურგმა დაადგინა, რომ ბორიას მილიციამ იმ ღამეს 800-ზე მეტი რეზინის ტყვია ისროლა. თან ესროლა რეგულაციების დარღვევით, სახეში. საერთო ჯამში 200-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა, 4-მა კი დაკარგა თვალი. სასამართლო აღნიშნავს, რომ ოფიციალურად გამოძიება ჯერ კიდევ მიდის საქართველოში, რაც არღვევს ამ 26 მოქალაქის წამების ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნას. შედეგად სახელმწიფოს დაზარალებულებისთვის 646,000 ევროს გადახდა დაეკისრა. ცირკი ისაა, რომ სახელმწიფო კი გამტყუნდა, მაგრამ ამტკიცებს ზუსტად მაგას ვამბობდი მეო. ეგ როგორ ახლა იკითხავთ? როგორ და ორი კვირის წინ, როდესაც გასაგები გახდა, რომ სტრასბურგში საქმე წაგებისკენ მიდიოდა, პროკურატურამ განაცხადა, ეგ ყველაფერი გახარიას ბრალიაო. სქემა დაალაგდა. სტრასბურგი ადანაშაულებს სახელმწიფოს, სახელმწიფო ადანაშაულებს გახარიას, რომელიც იყო კიდეც სახელმწიფო მაშინ. და მერე კიდევ და კიდევ უფრო სახელმწიფო გახდა, რა კი სულ ცოტა ხანში თლა პრემიერ-მინისტრად აირჩიეს თუ დანიშნეს. ახლა რუსის ბორიას მეტი საფუძველი ექნება, რომ მოითხოვოს გახარიას ექსტრადიცია გერმანიიდან. აი, ეგ კი ცირკი იქნება ნახდად. ოღონდ მაგის პარტიას არ აკრძალავს ალბათ და მაგის ფრაქციასაც პარლამენტიდან არ გამოაჭიტლაყებს, რადგან ოპოზიცია სჭირდება. სხვა არავინ არაა და იყონ იქ იყეფონ, რა ვიცი. როცა ნებას დართავენ. სხვა ფუნქცია მაინც არ აქვს და ზიანი სისტემისთვის ნულოვანია. სამაგეროდ, რამხელა საიმიჯო მონაგარია. მრავალპარტიულობას გვიწონებდით? აგერ ბატონო თვალთხარიები. სიტყვის თავისუფლება გნებავდათ? აგერ ბატონო თვალთხარიები. საპარლამენტო კონტროლი გაკლდათ? აგერ ბატონო თვალთხარიები. მაგათ თავმჯდომარეზე თუ ძებნას გამოვაცხადებთ ან საერთოდ დავიჭერთ, ეგ არაფერი. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ეს აი ჰაკიმ-ფაშა ტრიტრი დაგვეთანხმება, თორნიკე რიჟვაძეც, გრიგოლ ლილუაშვილიც. აი ჯვანშერ ბურჭულაძე ალბათ არ დაგვეთანხმება, რადგან ციხიდან გამოშვებას ითხოვს, როაშვილი მყავს. ბორიასთვის არ გასახარე ამბები ამით არ სრულდება. მსახიობმა ბაჩო გაჯაიამ სტრასბურგს მიმართა უკვე ახალი 5,000 ლარიანი ჯარიმის გამო, რაზეც სამართლა საქართველოში ვერ მიაღწია, ან სხვამ ვერ მიაღწია რომ. ახლა ამ საქმეზე იქნება დამოკიდებული კიდევ რამდენი დაჯარიმებული იზამს იმავეს და რამდენი მიყვება ბოლომდე რუსული რეჟიმის ბოროტმოქმედებებს. ერთადერთი ამბავია ცუდი, რომ ამ ფულის გადახდა ბორიას საკუთარი ჯიბიდან არ მოუწევს და ისევ ბიუჯეტი დაზარალდება. მაგრამ ეგეც იცოდეთ დროის საკითხია და ცოტა უფრო საფუძვლიანი გამოძიების. რისთვისაც საქართველოს პროკურატურა პროჭორვილელთაგან გათავისუფლებული ერთ დღეს აუცილებლად მოიცლის.